რეგიონსა და მსოფლიოში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები თითქმის ყოველდღიურად იცვლება. სწორედ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესია. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ოკუპირებული რეგიონები, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები და ამ რეგიონებში განთავსებულია საკმაოდ დიდი რუსული სამხედრო ბაზები თავისი პირადი შემადგენლობით. და ამ გამოწვევებს უპირისპირდება საქართველოს თავდაცვის ძალები. დღევანდელ მიმოხილვაში ვისაუბრებთ იმ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტზე, რომელიც არის მაგალითად თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა. ეს არის ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც კომპონენტი არის უსაფრთხოების სისტემაში, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში. თავდაპირველად უნდა ვთქვათ, რომ არსებობს ორი დონის დოკუმენტი, ეს არის ეროვნული დონის და უწყებრივი დონის. პირველად მინდა გრაფიკულად გაჩვენოთ თუ რა დოკუმენტებს გულისხმობს ეროვნული დონის დოკუმენტები. ეს არის პირველი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ მტკიცდება. შემდეგი არის საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, მთავრობის მიერ დამტკიცებული, ეროვნული თავდაცვის სტრატეგია, რომელიც ასევე მთავრობის მიერაა დამტკიცებული და ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმა. ეს არის ერთგვარად ზემდგომი დოკუმენტები, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია. ამის შემდეგ მოდის უწყებრივი დოკუმენტები, უწყებრივ დოკუმენტებსაც ასევე გრაფიკულად გაჩვენებთ. ეს არის თავდაცვის სამინისტროს ხედვა და თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა, რომელზედაც დღეს ვისაუბრებთ. თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ის სხვა დოკუმენტთან ერთად, ეროვნული დონის დოკუმენტთან ერთად, მაგალითად საფრთხეების შეფასების დოკუმენტთან ერთად არის საფუძველი შეიარაღებული ძალების, თავდაცვის ძალების ოპერატიული გეგმების. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტი და რადგან ეს არის ერთგვარად ჭრილში, ეს დოკუმენტები ერთობლივად წარმოადგენენ სტრატეგიულ ხედვას უსაფრთხოების ჭრილში და თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვაში არის ისეთი საკითხები, როგორც არის უსაფრთხოების კონტექსტი, უსაფრთხოების გამოწვევები, საერთაშორისო სწავლებები, საერთაშორისო ურთიერთობები და ძალიან დიდი ადგილი უკავია საერთაშორისო ურთიერთობებს თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვაში. აქ საუბარია, რომ ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი ნატოსთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა და განვითარება თავდაცვის შესაძლებლობების და ასე შემდეგ. მე აღარ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას იმაზე, თუ რა ეტაპზეა ახლა საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობები იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, ასევე ნატოსთან, მას შემდეგ რაც გვესმის გზავნილები გლობალური ომის პარტიის შესახებ და უცხოური ძალის ჩარევებთან დაკავშირებით, თუმცა ამ თემაზე თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვასთან დაკავშირებით ჩვენ ვესაუბრეთ საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორს ლაშა ძებიშაშვილს, რომელთან ინტერვიუსაც ახლა შემოგთავაზებთ. საქართველოს თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა თუ რამდენად პასუხობს ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს, სტუმართან ერთად განვაგრძობთ საუბარს. საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა ძებისაშვილი ეწვია Euronews Georgia-ს. მოგესალმებით ბატონო ლაშა, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. გამარჯობა მოწვევით და მადლობა მოწვევისთვის. პირველი კითხვა მექნება ზოგადეს. რა მნიშვნელობის დოკუმენტია თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა, რომელიც ბოლო რაც არის ატვირთული, მოიცავს 2021-2025 წლებს. დოკუმენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მის სათაურშივე ჩანს მისი მნიშვნელობა, ეს არის სტრატეგიული მიმოხილვა, რაც უხეშენით რომ გადავთარგმნოთ, ნიშნავს საკმაოდ დეტალურად საქართველოს შეიარაღებული ძალების, ანუ თავდაცვის ძალების მშენებლობის ერთგვარ საგზაო რუკას, რომ ვიცოდეთ 2021 წლიდან დაახლოებით 2025 წლამდე რა ტიპის შეიარაღებულ ძალებს ვაშენებთ, ან ვაშენებდით და რა გვიждდება ეს ყველაფერი, რა შესაძლებლობები ექნება ჩვენ ჯარს და საერთო ჯამში ამ შესაძლებლობებით შესწევს თუ არა ძირითადი ფუნქციის შესრულება, რასაც ქვია ქვეყნის თავდაცვა. და ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა საფრთხეების შეფასების დოკუმენტთან ერთად არის თავდაცვის ძალების, ასე ვთქვათ, ოპერატიული გეგმების
საფუძველი. ეს რო განმარტოთ რასთან გვაქვს საქმე, ეს ოპერატიული გეგმა შეიძლება მაყურებლისთვის უცხო იყოს ტერმინი, რასთან გვაქვს საქმე და აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვისაუბროთ ამ დოკუმენტის მნიშვნელობაზე. ხო, ზოგადად ეხლა თქვენ შეეხეთ ზოგადად უსაფრთხოების ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურაში ამ დოკუმენტების და ამ პროცესების მნიშვნელობას, ანუ ნებისმიერი ქვეყანა იმისთვის რომ მან განსაზღვროს რა ამოცანებს პასუხობს მისი შეერაღებული ძალები, მან უნდა განსაზღვროს რა ძირითადი საფრთხეები არის, რაზეც ამ ქვეყანამ პასუხი უნდა გასცეს. შესაბამისად, ეს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, რომელიც არის გასაიდუმლოებული დოკუმენტი, ბუნებრივია ის დეტალურად ასახავს ქვეყნის წინაშე არსებულ სამხედრო და არასამხედრო ტიპის საფრთხეებს და აქედან გამომდინარე, ამ საფრთხეების ანალიზიდან გამომდინარე, ქვეყანა შემდგომ უკვე ადგენს ჯარის განვითარების, ახლა ვიწროთ სამხედრო სფეროში, ჯარის განვითარების სტრატეგიას, ხედვას, საგზაო რუკას, ანუ სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც უკვე შემდგომში, ანუ ჩათვალეთ, რომ ამ პროცესში ერთგვარად დოკუმენტი აანალიზებს რა ოპერატიული გეგმები აქვს ჯარს, ანუ როგორ ოპერატიულად, ანუ ოპერატიული ამოცანებიდან და დავალებებიდან გამომდინარე, როგორ უნდა გაანეიტრალოს ჩვენმა ჯარმა სავარაუდო მტრის შემოჭრა. აი ამ ამოცანებიდან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, ამ ანალიზის შედეგად ვიგებთ, რა შესაძლებლობები უნდა ქონდეს ჩვენ შეერაღებულ ძალებს. ანუ ჯერ ჩვენ ვხედავთ საფრთხეს, საფრთხის განეიტრალების მოქმედება, ეს არის ჩათვალეთ სამხედრო განზომილებაში, ვიწრო სამხედრო განზომილებაში, ეს არის ოპერატიული გეგმა, ანუ ჯარი როგორ მოქმედებს მტრის დასამარცხებლად და იმისათვის ჩვენ რომ შევხედავთ თუ რა არის საჭირო რომ დავამარცხოთ მტერი, ანუ როგორ ვამარცხებთ მტერს, ჩვენ ვიგებთ რა ტექნიკური შესაძლებლობები თუ რა უნარები გვჭირდება ჩვენ იმისთვის რომ შემდგომ ეს ამოცანა შესრულდეს და შესაბამისად ამაზე უკვე იგება ეს განვითარების გეგმები, თავისი რესურსობრივი, ფინანსური, ადამიანური და სხვა კიდე ასე ვთქვათ დეტალებით, რომელსაც ბუნებრივია ინფრასტრუქტურაც მოყვება, წორთნებიც, სწავლებებიც და ასე შემდეგ. პლუს შესყიდვები ბუნებრივია შეერაღების და ტექნიკის. შინაარსი რომ მიმოვიხილოთ ახლა თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტში ცალსახად არის რამდენჯერმე აღნიშნული, რომ თავდაცვის ძალებისთვის და თავდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტია დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა, ნატოსთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან. ეს პერიოდი, როგორც აღნიშნეთ, 2021-2025 წლებს მოიცავს და ამ პერიოდში ძალიან ბევრი რამე მოხდა. რამდენად არის ახლა ეს თანხვედრაში თანამედროვე გამოწვევებთან და ასევე პოლიტიკასთან? Ну, მოდი პირდაპირ თქვა, დოკუმენტი უკვე მოძველებულია, იმიტომ რომ 2021 წლიდან 2025 წლამდე ეს პერიოდი, რაც მოიცვა ამ დოკუმენტმა, თქვენ როგორც აღნიშნეთ, ბევრი რამ მოხდა, რაც მოითხოვს კორექტირებას. მე აღარ შევეხები, რამდენად ზოგადად დოკუმენტი ადეკვატურია, იმიტომ რომ ჩემი გადმოსახედიდან დოკუმენტი არ არის ადეკვატური იმ საფრთხეებისა და გამოწვევების, ასე ვთქვათ, წინაშე, რის წინაშე საქართველოს დგას და შესაბამისად ის გეგმა და ის მიზანი, რაც დოკუმენტში არის ასახული, ჩვენი თავდაცვის ძალების განვითარებისა არ პასუხობს რბილად რომ ვთქვათ იმ გამოწვევებს. შესაბამისად ქვეყანა ჩემი გადმოსახედიდან საკმაოდ დაუცველი არის ამ პირობებში. ამიტომ ეს დოკუმენტი არის უბრალოდ დოკუმენტური გამოხატულება იმ პროცესების და იმ ნაბიჯების, რაც განსახორციელებელია. ამიტომ ეს უნდა გადაიხედოს და რადიკალურად რაც შეიძლება სწრაფად. მაგრამ რაც თქვენ აღნიშნეთ ცვლილებების ფონზე, რაც მოხდა 2021 წლიდან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის, რომ დოკუმენტი იქ რამდენჯერმე პირდაპირ ასე ვთქვათ, აცხადებს, რომ ჩვენი რეალური, ასე ვთქვათ, გარანტორი, ჩვენი გადარჩენის როგორც სახელმწიფოსი ან თავდაცვნარიანობის არის მტკიცე მხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან. ანუ როგორც ნატოელი პარტნიორების, ასევე ევროკავშირის, ანუ მოდი პირობითად ვთქვათ, დასავლეთის როგორც მოთამაშის აქტიური შენარჩუნება რეგიონში. სამწუხაროდ, რაც ბოლო პერიოდში, ბოლო წლებში მოხდა საქართველოში და რეგიონში, ეს არის ის, რომ საქართველო გარკვეულწილად ზღუდავს თავის ურთიერთობებს საკუთარი ნებით დასავლელ პარტნიორებთან და შესაბამისად ის ძირითადი ფაქტორი რაც ხელს უნდა გვიწყობდეს ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას და ჩვენი შეერაღებული ძალების, თავდაცვის ძალების, როგორც ბრძოლის უნარიანობის ამაღლებას, ასევე ზოგადად ბრძოლის უნარიანობის შენარჩუნებას სავარაუდო აგრესიის შემთხვევაში რუსეთის მხრიდან, აი ეს კომპონენტი ბოლო პერიოდში, ანუ სწორი, კარგი, მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობების შენარჩუნება დასავლეთთან, სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეს კომპონენტი ძალიან მორყეულია.
და ახლა მინდა შევეხოთ სამომავლო რა შეიძლება რითი შეიძლება გაუმჯობესდეს თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა გამომდინარე იქიდან რომ ისევ შეცვლილია როგორც უსაფრთხოების სურათი რეგიონში ასევე მეზობელ ქვეყნებში მაგალითად ყარაბაღის კონფლიქტი ასე ვთქვათ ამოწურულია ომი გრძელდება უკრაინაში რა უნდა შევიდეს რა ცვლილებები უნდა შევიდეს დოკუმენტში რომ უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს დოკუმენტი გარკვეულწილად რა თქმა უნდა მიანიშნებს იმ ტენდენციებზე რაც ბოლო პერიოდში ომის ხელოვნებაში გამოჩნდა და ასე ვთქვათ მკაფიოდ აჩენს იმ ტენდენციებს, იმ ელემენტებს, რაც აუცილებელი არის წარმატებული და ეფექტური სამხედრო მოქმედებების საწარმოებლად. ეს არის როგორც ტექნოლოგიური ასპექტი ომის, ასევე არა მხოლოდ ტექნოლოგია, არამედ აი ტექნოლოგიაში გულისხმობ არა მხოლოდ შეიარაღების გამოყენების თვალსაზრისით, ასევე კომუნიკაციის თვალსაზრისით, მაგრამ ამავე დროს სახა რომ თანამედროვე ომის წარმოებამ არ გაუქმა კლასიკური ტრადიციული არსებული კანონზომიერება, რომ ომს იგებენ დიდი ბატალიონები, ხო, რაც უფრო დიდი ბატალიონი ყავთ, მით უფრო მარტივად დაამარცხებთ მოწინააღმდეგეს, ხო? და ეს გამოჩნდა როგორც ყარაბაღის ომში, ასევე ჩანს პირდაპირ რუსეთის აგრესიაში უკრაინაზე. ჩვენი გადმოსახედიდან აქ ჩვენ ყველა მიმართულებით გვაქვს სერიოზული ნაბიჯები, რადიკალური ნაბიჯები გადასადგმელი, როგორც ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით და დანერგვის თვალსაზრისით შეერაღებულ ძალებში. გარკვეული ნაბიჯები არის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ისევე რა თქმა უნდა რაოდენობრივი თვალსაზრისით პირდაპირ აქ არაფერი დასამალი არ არის თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ მაგალითად ჩვენი კვლევითი ცენტრის ნაშრომს რომელიც სწორედ თავდაცვის მოდელს მიმოიხილავს ანუ რა თავდაცვის მოდელი ჭირდება საქართველოს მომდევნო წლების განმავლობაში რომ მან როგორც მინიმუმ შეძლოს ქვეყნის თავდაცვა და ამ კვლევის შედეგად ჩვენ ობიექტურ ფაქტებზე და გარემოებებზე დაყრდნობით სავსებით მარტივად შეგვიძლია თქვათ რომ დღევანდელი ჩვენი ჯარი როგორც მინიმუმ უნდა გაორმაგდეს რაოდენობრივი თვალსაზრისით, ხოლო რაც შეეხება მის რესურსობრივ და ფინანსურ უზრუნველყოფას, ეს ცალკე თემაა. დოკუმენტი სტრატეგიული მიმოხილვა ხას უსვამს მაგალითად მშპ-ს 2%-ის შენარჩუნებას, რაც მარტივად თქვათ ეს არის ყბადაღებული ასე ვთქვათ არგუმენტი, რომელსაც ნატოელები იყენებენ ხოლმე იმისთვის რომ ქვეყნებს თავისივე წევრ სახელმწიფოებს უთხრან რომ ამ ნიშნულის ქვემოთ არ იქნას ჩაწეული თავდაცვის ხარჯები, ბუნებრივად ეს არის ის აუცილებელი მინიმუმი, რომლის იქით უბრალოდ წარმოუდგენელი თავდაცვა და მათთან შედარებაში რა მდგომარეობაში იმყოფება საქართველოს ბუნებრივია ამ 2%-ის გამოყენება როგორც ზღვრული ნიშნული ჩვენი თავდაცვის ხარჯებისთვის უბრალოდ სასაცილოა ჩვენ 2%-ზე კი არ უნდა გქონდეს მშპ-ზე საუბარი არამედ ისევ და ისევ ჩვენი მოდელის გამოყენებით რაც ჩვენი კვლევითი ცენტრის მიერ იქნა გაკეთებული ჩვენ გვჭირდება მინიმუმ 6%-იანი შიდა პროდუქტის 6%-იანი მაჩვენებლის შენარჩუნება თავდაცვის ხარჯებისთვის იმისთვის რომ რამოდენიმე წლის განმავლობაში მივაღწიოთ თავდაცვნარიანობის იმ დონეს, რომელიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის.